ტერმინებზე ვისაუბროთ 497 ჯერ. Როგორც მოგეხსენებათ, ცხინვალის რეგიონი არის დღეს ერთადერთი სწორი ტერმინი, რომელიც გამოიყენება, იმიტომ რომ ეს შიდა ქართლის ისტორიული შიდა ქართლი ნაკლებად გამოიყენება პრაქტიკაში და იმ ხელოვნური ტერმინის საწინააღმდეგოდ, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იქნა შემოღებული და რომელიც სამწუხაროდ დღემდე ბევრი ადამიანის ლექსიკაში შემორჩენილია, იმიტომ რომ დაახლოებით შუახნის პერიოდის ადამიანების ლექსიკაში შემორჩენილია. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ძველი თაობისთვის სრულად წარმოუდგენელი ტერმინია და ბევრი ადამიანი შეიძლება ვერც კი გუობდეს ყური მაინც მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტების დროს ცხოვრობდა, მაინც ვერ გუობდეს მისი ყური და სმენა ამ ტერმინს, როგორც არის სამხრეთ ოსეთის, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და მეორე მხრივ ახალი თაობისთვის, რომლისთვის ასევე ანალოგიურად არაბუნებრივი და ხელოვნური ტერმინია, მაგრამ მე ვისაუბროთ რეალურად საიდან მოდის ეს ტერმინი, ეს ხელოვნურად გამოგონილი ტერმინი და რატომ არის საზიანო და რატომ უნდა ვცდილობთ მაქსიმალურად ამოვიღოთ ჩვენი ყოველდღიური სამეთყოლო ლექსიკონი რა ის ხელოვნურად შექმნილი ტერმინი და ვიხმაროთ მხოლოდ და მხოლოდ ცხინვალის რეგიონი. მოკლედ, როგორც მოგეხსენებათ, დღეს ოკუპირებული ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორია თავდაპირველად საიდან ის შევიდოდა იყო მის სახელი შიდა ქართლი როგორც ტერიტორიული ერთეული ქართლის ნაწილი საიდან ის მოხდებოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და 1801 წლიდან უკვე როდესაც რუსეთის ფედერაცია ანექსიას ახდენს ფაქტობრივად ქართლ-კახეთის ამის შემდეგ მოგვიანებით პერიოდში იქნება თბილისის გუბერნია საქართველოს ტერიტორიაზე სულ ორი გუბერნია იყო თბილისის და ქუთაისის ხოლო ოკუპირებული ცხინვალი დღეს ოკუპირებული ცხინვალი მაშინ თბილისის გუბერნიის ნაწილი თავისავში მოიცავდა ქალაქ ცხინვალს და ზოგადად მთლიანად ჩრდილოეთ ცენტრალურ საქართველოს. აქედან გამომდინარე, საერთოდ შიდა ტერმინი შიდა ქართლი შეიძლება გადადიოდა მაგალითად დუშეთის უეზდში და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ასეთი ჩვეულებრივად ისტორიულ სახელს შეადგენდა რუსეთის იმპერიის ქვეშ. მაგრამ რა ხდება მოგვიანებით პერიოდში, მაშინ როდესაც რუსეთის იმპერია იშლება, რევოლუცია ხდება და საქართველოს საკითხი არის საკმაოდ დამოუკიდებლობის საკითხი არის დიდი გამოწვევის ქვეშ და საბოლოოდ პირველი რესპუბლიკა ასრულებს არსებობას ოკუპაციით 1921 წლის თებერვალში შემოდის რუსული ჯარი და ახდენს საქართველოს ანექსიას. მაშინ საკმაოდ რთული ვითარებაა ეთნიკური უმცირესობების თვალსაზრისით, იმიტომ რომ თითქოს პირველად იღება კარები მაშინ სეპარატისტული გასაქანისთვის და მე მომავალში დღემდე რა მდგომარეობაც არის, აი ეს ძლიერი სეპარატიზმი ქვეყნის შიგნით დაწყებულია ძირითადად ამ პერიოდში. მაგალითად იმით, რომ 1918 წლებში პირველი რესპუბლიკის პირობებში ბოლშევიკები თანამშრომლობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრებ სხვადასხვა ჯგუფებთან, სხვადასხვა ნიშნით მცხოვრებ ჯგუფებთან. ერთ-ერთი ნიშანი იყო ეთნიკური უმცირესობები, განსაკუთრებით თანამშრომლობდნენ ეთნიკურად ოსებთან, რომელთაც საბოლოო ჯამში მოხდა ისე, მათი ისტორიული ადმინისტრაციული ერთეული განსახლების რუსეთის ქვეშ იყო ალანია ჩრდილოეთ საქართველოს ტერიტორია, ანუ ჩრდილოეთ კავკასია, საქართველოს ზემოთ, ანუ ჩრდილოეთ კავკასიაში, ანუ დღესაც რაც არის ალანია და ისტორიული ოსების განსახლების ადგილი, თუმცა რადგან ისინი გამეზობლებულნი იყვნენ შიდა ქართლის რეგიონთან და არ მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონთან, იგივე აფხაზეთის კუთხის რეგიონთან და ასე შემდეგ, საქართველოს ჩრდილო დასავლეთ ნაწილში, ბუნებრივია, რომ საქართველოში ცხოვრობდა შიდა ქართლშიც, ცხინვალის რეგიონშიც თავიდანვე ცხოვრობდნენ ოსთა გარკვეული ნაწილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ბევრჯერ აღვნიშნავს პირველი მსოფლიო ომის პერიოდში საქართველოში გერმანული დასახლებებიც იყო. იმიტომ რომ პირველი რესპუბლიკის დროს ნოე-ჟორდანიის ადმინისტრაცია აქტიურად დიპლომატიური კორპუსით თანამშრომლობდა გერმანულ მხარესთან და საქართველოში იყო და დღესაც არის განსახლებები, მაგრამ მათთვის ჩვენ ავტონომია არ მიგვიწია, იმიტომ რომ ამის საფუძველი არ არსებობდა. მოგვიანებით, როდესაც ხდება საქართველოს ოკუპაცია ცხინვალის რეგიონს თანამ დაუბრუნდებით ზუსტად მაშინ აბსოლუტ ეთნიკურ ხალხში ჩნდება სეპარატისტული ასე ვთქვათ რიტორიკა იწყება და 21 მარტს, როგორც მე 1999 წელს რაც იგივე გააკეთეს, ითხოვენ გამოყოფას და რუსეთთან მიერთებას. ამ შემთხვევაში იგივე ხდებოდა და თავიდანვე ბოლშევიკებს რადგან მხარს უჭერდნენ ოსი ეთნიკური უმცირესობები ის უკვე ჩრდილოეთ საქართველოში, ანუ შიდა ქართლში ცხოვრები, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები, აქედან გამომდინარე მათ მოიპოვეს ბოლშევიკების ნდობა, კეთილგანწყობა და მათ
ყველანაირი საფუძვლის მითითების გარეშე ენიჭებათ ავტონომია. რატომ რომ ყველანაირი საფუძვლის გარეშე? პირველ რიგში არ იყო არანაირი ნიშანი, რომ მათ ვინმე ავიწროვებდათ. პირიქით, ხელშეწყობილ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ რუსები, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში გადმოდიოდნენ საქართველოში თავის შესაფარებლად და ქართული მხარე მათ მხარს უწყობდა და ეხმარებოდა. მეორე, არ არსებობდა შესაბამისი ეთნიკური მოსახლეობა, მაგალითად, როგორც ვიცით, 1994 წელს გადავარდა საქართველოშიც ბატონყმობა და 2 წლის შემდეგ ტარდება საოჯახო აღწერა, საოჯახო სიებით აღწერა რუსული მხარის მიერ, რომლის მიხედვითაც მაგალითად ცხინვალში ერთი საოჯახო კომლიც არ არის ეთნიკური ოსების. შესაბამისად, ყველანაირი საფუძვლის გარეშე ხელოვნურად იქნება ტერიტორიული წარმონაქმნი, რომელიც მოიცავს საქართველოს რამდენიმე კუთხის ტერიტორიას და იქნება ეგრეთ წოდებული, რადგან ჩრდილოეთით ალანიაში ცხოვრობდნენ ოსები და ოსებისთვის უნდათ, ასე ვთქვათ, დასაჩუქრება იმ სეპარატისტული მოძრაობის გამო, ამის გამო ხელოვნურად იქნება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რაც არის არამხოლოდ ხელოვნური ტერმინი, იმიტომ რომ მსგავს ტერმინს არ უარსებია საქართველოს სიტყვიერებაში, არამედ არის ტერიტორიული ერთეული, როგორც არის ხელოვნურად შექმნილი და ამის შემდეგ უკვე იწყება მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ჩამოსახლება ეთნიკური უმცირესობების, არამხოლოდ ოსების. რა ხდება მოგვიანებით პერიოდში? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1990 წელს ზვიად გამსახურდია აუქმებს, ხდება ბორის ელცინს და ჯერ მანამდე თვითონ საბჭოს ადგილებით 11 დეკემბერს აცხადებს, რომ გაუქმებულია ეს ხელოვნურად და აუცილებლად გასაუქმებელი იყო, ეს დროის ამბავი იყო. ზვიად მოგვიალოდ მიიღო კონკრეტულად გამოაცხადა გადაწყვეტილება, იმიტომ რომ სისხლიანი შეტაკებები უკვე დაწყებული იყო ცხინვალის რეგიონში, როგორც კი იგრძნეს, რომ რუსებმაც და სეპარატისტებმა როგორც კი იგრძნეს, რომ საქართველოს კვლავ აპირებდა დამოუკიდებლობის აღდგენას, გაიხსენეთ 1990 წელი არის პერიოდი, როდესაც უკვე 9 აპრილი უკვე მომხდარია, სისხლი უკვე დავრილია და რეალურად ნათელი ხდება, რომ რამდენიმე თვის ან მაქსიმუმ რამდენიმე წლის ამბავია, სანამ საქართველოს აღედგეს დამოუკიდებლობას და სწორედ ამიტომ თავიდან აქტიურდება სეპარატიზმი. სისხლი ქართველ ხალხს ხოცავენ შიდა ქართლში, ანუ ცხინვალის რეგიონში და მაშინ ზვიად იღებს გადაწყვეტილებას და მთლიანად აუქმებს ამ ხელოვნურად წარმოქმნილ ადმინისტრაციულ ერთეულს, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს და აღადგენს ისტორიულ ტერიტორიას ცხინვალის რეგიონს შიდა ქართლს უფრო მეტად მოიხსენიებდა ხოლმე ზვიადი. მოგვიანებით პერიოდში რა ხდება? მერე ვიცი დაახლოებით იყო შევარდაძის პერიოდი, როდესაც ის იძულებული გახდა, რომ ხელი მოეწერა ის ასევე ბორის ელცინთან დაგომისის ხელშეკრულება სოჭში, სადაც სამწუხაროდ ისევ მიუხედავად იმისა, რომ ზვიადმა გააუქმა ტერმინი მაინც ხვდებით იგივე ტერმინს ხელოვნურად წარმოქმნილს, რაც სამწუხაროდ საკმაოდ პრობლემურია, როდესაც ქართული მხარე აწერს ოფიციალურ დოკუმენტს ხელს, სადაც დაწერილია გვერდზე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით დასავლეთთან დადებულ ხელშეკრულებებში ყოველთვის დროფ ცხინვალის რეგიონია ხოლმე მიწერილი, მაგალითად წერია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, დახრილი ხაზი ცხინვალის რეგიონი, მაგრამ ისიც უდიდესი შეცდომაა, იმიტომ რომ ამას ქართული მხარე არ უნდა აწერდეს ხელს და უნდა ხდებოდეს მუშაობის გაძლიერება და განახლება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რომ რეალურად და არ მხოლოდ დასავლელ პარტნიორებთან, რომ ამ ტერმინის ამოღება და შეცვლა უნდა მოხდეს მთლიანად. მოგვიანებით აი ამ გვარად ჩემი გადმოსახედიდან დიდი შეცდომა იყო, როდესაც 2007 წელს შეეცადა საქართველოს ხელისუფლება, რომ რეალურად აღედგინა ხელოვნურად ადმინისტრაცია, სადაც ფიგურირებდა ქართულ ოსური ადმინისტრაცია შიდა ქართლში, სადაც რა თქმა უნდა ამას არანაირ ეს რა თქმა უნდა თავის მხრივ წარმონაქმნი იქნებოდა როგორც ადმინისტრაცია, მაგრამ შეიქმნა ადმინისტრაცია ფორმალურად, სადაც ისევ უდიდესი შეცდომა იქნა დაშვებული ქართული მხარის მიერ და ფიგურირებს ტერმინი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია, თუ ზუსტად აღარ მახსოვს ტერმინი, მაგრამ ფიგურირებს აი ეს ხელოვნური წარმონაქმნის სიტყვა და მოგვიანებით პერიოდში ეს სახელი გადაკეთდა და 2025 წლის ბოლოს, ანუ წელს უკვე 2006 წელს ისევ გაუქმებულია ეს ხელოვნურად წარმოქმნილი ადმინისტრაციული დაყოფა და ეს აუცილებლად ასე უნდა მომხდარიყო. მაგრამ ჩემი ვიდეოს მიზანი და დანიშნულება რა არის, რომ ჩვენ ყოველდღიურ მეტყველებაში არ უნდა ვიყენებდეთ სიტყვას ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი, ყოფილი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ეს არის უდიდესი შეცდომა და ფაქტობრივად ხელის თუ სამხრეთ ოსეთია და თუ ოსების არის ეს მიწა ისტორიულად, მაშინ
თავს რატო მაშინ თავს რა თავი მოგვიტყუებია ჩვენი საუკუნოვანი ისტორია ამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და მაშინ დავდგეთ და ჩვენი საკუთარი ხელით ამოუშალოთ შიდა ქართლის საქართველოს ტერიტორიიდან, ხო? ასე რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ტერმინებს, დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის ლეგიტიმაციას და პოლიტიკოსების და მკვლევრების ლეგიტიმაციას და უნდა ხანდახან ფსიქოლოგიური მომენტიც შეიძლება იყოს ერთი მხრივ რომ შეხედა რომ აი ხო რა თავიდან როცა პირველად ეს ტერმინი გაიგე არ გაატარე ასე ვთქვათ შემოწმების ქვეშ და არ დააკვირდი რა ტერმინს ხმარობდი, რა ტერმინს ითვისებდი და მე უკვე იმდენად გაგიჩნდა რომ აი ავტომატურად უკვე როცა რაღაც ტერმინს იყენებ, არ უკვირდები ახლა ეს ტერმინი საიდან მოდის, როგორ მოდის, უბრალოდ ავტომატურად ამოდის, ხო, საუბრის დროს ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ საჭიროება რომ დავაპაუზდეთ, გადმოვაქვიოთ უკვე და გავიაზროთ რეალურად რა ტერმინს ვიყენებთ და უსასარგებლოდ ვიყენებთ ამ ტერმინს, იმიტომ რომ როდესაც საერთაშორისო ნორმების ყველანაირი ნორმის დარღვევით წარმოიქმნება ხელოვნურად ტერმინი, ჩვენ თუ ამ ტერმინს გავიმეორებთ, გამოდის რომ ჩვენი რიტორიკით ვითეხმებით და ვემხრობით ოსურ სეპარატისტულ, თუნდაც აბსურდ და საბოლოო ჯამში რუსულ ნარატივს, რაც არის უდიდესი შეცდომა და ამიტომ უნდა მიოქცეთ დიდი ყურადღება და კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ეს არგუმენტი, რომ ეს შეიძლება ძალიან ცუდად დაგხვდეს მერე წინ, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა რა თქმა უნდა არ იქნება, მაგრამ რატომ უნდა დაგხვდეს წინ რაღაც ტერმინი, როდესაც საერთაშორისო დოკუმენტებში ხელს ვაწერთ არა ზუსტი ტერმინის ქვეშ.